მამა გაბრიელი ადამიანებს მიმართავდა მოყვასო. და ეს დიდი სიყვარულით წარმოთქვამდა წონს უნდა მოგდარო მოყვასი არ ყველა დაბადებული ადამიანი და ის უნდა გიყვარდეს. ერთი ადამიანს რომ გძულდეს სასופველისაგან შორს აღარ ამბობდა. როცა მონასტერში მივედი დავინახე რომ კიბერთან ისთან მოხუცი მამაო რომელსაც გულზე ჯვარი ეკიდა და მე ლოცვა-კურთხევი პატივისცემის და მდელი ლოცვა-კურთხევი ავიღე მისგან. მე მონასტერში წავედი დავინახე მამა გაბრიელთან ჩემი მეგობრები და მივუახლოვდი და ასე დავუახლოვდი მამა გაბრიელს. როდესაც მონასტერში მივედი ამას როგორ შემიძლია არ ვიცოდი, ამიტომაც შეგვესხათი პოდკასტს და შენ ტრადიცია ხდება მამა გაბრიელი დაუძულდა უკის აღარ შეეძლო ეზოში გამოსვლა და მეუფე დანიელი მოვიდა და ჩაატარა კრება მონასტერში და გადაწყვიტა რომ მასთან დაენიშნათ მომვლელად ვინმე და ეს მომვლელად წინა დღეს თვითონ რაღაცა ისეთი სიზმარში ვნახე რომ მაცხოვრის ხატი მეუბნებოდა აბა შენ იცი როგორ მოურიჩებ წმინდანს და მართლაც აი მეორე დღეს მე მამა გაბრიელთან დამიჩეს მორჩილად და დავიწყე მამა გაბრიელთან მსახურება. ასე მოხდა მამა გაბრიელთან თავიდან. მამა გაბრიელი გოხთის მადლია და ღვთის წყალობით გამორჩეული ადამიანი, რომელიც საქართველოს საჩუქა ღმერთმა და ღვთისმშობელმა მთელ საქართველოში უნდა ყოფილიყო ბოლო ჟამის დიდი წმინდა მამა, რომელიც საქართველოს და მსოფლიოს გადაარჩენდა სარწმუნოებას მსოფლიოში. ამიტომაც ღმერთმა ღვთისმშობლის მეუღებით, რადგანაც ღვთისმშობლის წილღოდი იყო საქართველო, მიანიჭა მამა გაბრიელი საქართველოს, რომ გადარჩენილიყო ქვეყანა და მრწმენით მთელი მსოფლიოს გადაგასარწმუნება და გადარჩენილიყო. აი ესეთი იყო მამა გაბრიელი, რომელიც სიცოცხლეში დაბადებიდანვე იყო ღვთისაგან ბოძებული ნიჭებით დაჯილდოვებული, პატარა ბავშვით კი ომიანობის დროს მეზობლებს ეუბნებოდა თუ რა იყო საჭირო იმისი ოჯახის წევრი სამშობლოდან ომიდან დაბრუნებულიყო და გადარჩენილიყო და ხშირად ეუბნებოდა რა შეიძლებოდა წასულიყვნენ ეკლესიაში, ელოცათ, ან შესაწირი გაეკეთებინათ, რომ მათი შვილი ან ოჯახის წევრი მომშვიდობიანად დაბრუნებულიყო ომიდან და ეს ყოველთვის სრულდებოდა კიდევაც ხოლმე. მამა გაბრიელი თვითონაც სიცოცხლეშივე ახდენდა უამრავ სასწაულებს და გარდაცვალების შემდეგაც უამრავ სასწაულებს ახდენდა. ამიტომ ათონელი მამები ხშირად ჩამოდიოდნენ მამა გაბრიელთან და კითხულობდნენ რომ თუ მამა გაბრიელი სიცოცხლეში ახდენდა სასწაულებს გარდაცვალების შემდეგაც უამრავ სასწაულებს ახდენდა, ის იყო დიდი წმინდა მამა.